ჩემი აზრით ინგა გრიგოლია ალბათ ეგ. და რატომ? რავი, ყოველს მაგარი ხალია რა, ყველანაირი გაგებით. მაინც ყოველს ჯობია ინგა გრიგოლია. აი რა თვალსაზრისით ჯობია, ხო ვერ მეტყვი. აი აზროვნებით, ქმედებებით, აი ყველანაირად ფიზიკურადაც ყველაზე სასურველი მანდილოსანია მე ასე ვფიქრობ. გავლენიანი ქალი ალბათ სანდრა რულოვსი. და რატომ? ლოგიკურია ხა პირველი ლედია და მე მგონი მის სიტყვას გაცილებით უფრო მეტი წონა ექნება და გავლენა ვიდრე მეორე და მესამე ლედის. ინგა გრიგოლია ჟურნალისტი. და აი რა სახის გავლენა აქვს მას? ვიცით გავლენა არა, უფრო ჩანს. შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთოს, მაგრამ ჩანს. იულია ლასანი. და რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტის დედაა და ყველგან ჩანს. ყველა ბიზნესში და წამყვან უნივერსიტეტებშიც. ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე გავლენიანი ქალი ალბათ არის პირველი ლედი. იმიტომ რომ მას აქვს უფრო მეტი რესურსი, უფრო მეტი კონტაქტები, უფრო მეტი წონა და ასე შემდეგ. სანდრას გავასახელებ. და რატომ ფიქრობთ ასე? პირველი ლედი. ვერ საქმეს საკეთებს. კარგს. ინგა გრიგოლია ჟურნალისტი. აი რა მხრივ აქვს გავლენა? აი ჟურნალისტიკაში არის ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი ჟურნალისტია მომწონს. ერთი ნამიკა ჟორჟოლიანი და მეორე პოლიტიკაში ინგა გრიგოლია. პოპულარულები არიან და იმიტომ. ია კიცმარიშვილი. და რატომ არის ის გავლენიანი? სამოდელო სფეროში მე მგონი ეგ არის ყველაზე ცნობილი. ყველაზე გავლენიანი ქალი როგორც ალბათ ვიქნებ არის გურჯანელი ალბათ ესე ვიცი. აი პოლიტიკაში და ყველაფერში დაეხარ. რო გამოყო შოუ ბიზნესიდან გაიგებიან ალბათ არ ვიცი. უფრო მოთხოვნად და ისეთი კალაკოლიში. გურჯანაძე? და რატომ? მიმოსვლებს აკეთებს ბევრ ქვეყნებში. გავასახელებდი ალბათ სანდრა რულოვს. ისიც გავლენიანია ჩემს. აი რა სახით აქვს მას გავლენა? თუნდაც ის რომ პირველი ლედია ეს უკვე გავლენაა და მეორეს ერთი